თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმში გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა. ასვლა, ასე ქვია ექსპოზიციას, რომელიც ფოტოგრაფის მიერ 1988-2016 წლებში შექმნილ დოკუმენტურ და კონცეპტუალურ ნამუშევრებს აერთიანებს და საქართველოს უახლეს ისტორიას ფეხდაფეხ მიყვება. როგორც თავად ავტორი ამბობს, გამოფენის კონცეფცია ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობებს, მათ შორის სიყვარულსა და თავისუფლებას უკავშირდება. გურამ წიბახაშვილის გამოფენა დღეს მისი ოჯახის წევრების გარეშე გაიხსნა. მის შვილებს ლადო და გიგა წიბახაშვილებს გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამავე მიზეზით 1 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს მის მეუღლესაც, მასწავლებელ მანანა ჯავაშვილს. გურამ წიბახაშვილი ამბობს, რომ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა უკანონობის წინააღმდეგ პროტესტიც. ღირებულებები არსებობს, როგორც არის სიყვარული, თავისუფლება, სამშობლო, დედა, მამა და მგონია რომ ეს არის მთავარი ღირებულებები ადამიანის და ეს უაწუხებს ყველა ადამიანს და აი ამ თვალსაზრისით გაკეთდა ფოტოების და შეირჩა ამ თვალსაზრისით და იქით აკედელზე არის 90-იანი წლების მოვლენები და სადაც არიან ბევრი ადამიანები და ხვდები რომ აი ეს ადამიანები არიან ვისთვისაც ეს ღირებულებები არის მნიშვნელოვანი და აი ესე მოხდა რომ სხვადასხვა პერიოდის სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები გაერთიანდა ამ თვალსაზრისით. ჩემი მეუღლეს 1 დღე პატიმრობა და ჩემი შვილები 8 დღე იჯდებიან. რას იზავ? ეს არის სასჯელი, რომელსაც თulis სახელმწიფო რომ მათ უნდა მოიხადონ და მოიხადონ, იმიტომ რომ ფიქრობ რომ პროტესტი არაკანონიერების წინააღმდეგ პროტესტი არის მნიშვნელოვანი, ასევე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება. და მათ ისინი ამ ღირებულებებს ატარებენ. მეც მათ გვერდზე ვდგევარ, უბრალოდ იმ დღეს არ ვიყავი იქ, მეტი არაფერი. ის ისტორიული მონაკვეთი, რომელშიც მე აღმოჩნდი ამ გამოფენაზე მუშაობის წყალობით, ეს იყო ჩემი ახალგაზრდობა, ეროვნული მოძრაობის დასაწყისი, იდეები ქვეყნის თავისუფლების და თავისუფალი დამოუკიდებელი განვითარების, რომლებმაც ჩემი და ბევრი ჩემი მეგობრის იდენტობა განსაზღვრა. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის 30 წლის მერე, ცოტა მეტი კიდე აი ამ გზასთან დაბრუნება და მით უმეტეს, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან რეფლექსიასთან მიყევ ხარ გამოსახულებას, რომელიც თვითონ არის ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი, გარდა იმისა, რასაც ის ასახავს. და როდესაც ეს გამოსახულება ისეთ მეტრ სეკუნდის, როგორც არის გურამ წიბახაშვილი, მე ვფიქრობ, რომ ბევრი ფაქტორის ერთობლიობა ქმნის იმას, რომ მე ვიტყოდი, რომ თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნებისთვის რაღაცნაირად ისტორიულად მნიშვნელოვანი დღე არის დღეს ამ გამოფენით. ეს არის ღრმა, ძალიან საინტერესო, ძალიან ინდივიდუალური, სუბიექტური, ფილოსოფიური ხედვა ამ სამყაროს. ასეთი ადამიანებით ქვეყანამ უნდა იამაყოს. და ის რა დღეშიც არის, დღეს რა ბედნიერებაა, რომ მაინც გამოფენა გაიხსნა, მიუხედავად ყოველივე ყველაფრისა, რაც დღეს ხდება ჩვენს გარშემო.